რეალური ინვესტიცია თუ ტრამპთან ურთიერთობის დაალაგების მცდელობა. რა მიზანს ემსახურება სამი დეველოპერული კომპანიის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც თბილისში 70 სართულიანი ტრამპ თაუერი უნდა აშენდეს. კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ თანამშრომლობენ ტრამპის ორგანიზაციასთან, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ დეველოპერები ფრანჩაიზს შეიძენენ, რითაც ტრამპის სახელის გამოყენების უფლებას მიიღებენ. ამ ეტაპზე კომპანიები არ აკონკრეტებენ, არის ეს რეალური ინვესტიცია ტრამპისგან თუ მხოლოდ ფრანჩაიზი. პროექტში ამერიკული მხრიდან ასევე ჩართულია საპირო ორგანიზეიშენი, ნიუ-იორკის უძრავი ქონების კომპანია, რომლის მფლობელიც საქართველოში მცხოვრები ებრაელების შთამომავლები არიან. თამარ დემეტრაშვილი მუშაობს თემაზე, ის გაგვაცნობს დეტალებს ამის შესახებ. ეხლა ადგილი, სადაც 70 სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება, სავარაუდოდ იპოდრომის მიმდებარედ იმ ტერიტორიაზეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენ ფხაკაძეებს მიჰყიდა. ვისოლ ჯგუფისგან მაშინ გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ იქ 7 მრავალსართულიანი შენობის აშენებას აპირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ფხაკაძეების ინდივიდუალური გეგმები შეიცვალა და პროექტში ახლა სხვა დეველოპერებიც გაჩნდნენ. ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ პროექტი იპოდრომის მიმდებარედ იგეგმება, თუმცა არ კონკრეტდება, არის თუ არა ეს ის ტერიტორია, რომელიც ფხაკაძეებს ეკუთვნით, რაც შეეხება პროექტს. ქართული მხრიდან მაშინ 4 დეველოპერული კომპანიაა ჩართული, ფხაკაძეების ბიოგრაფი, არქიჯგუფი, ბლოქსი და ფაინვესტი, ხოლო ამერიკული მხრიდან საპირ ორგანიზეიშენი, რომლის მფლობელიც საქართველოში მცხოვრები ებრაელების შთამომავლები არიან. რაც შეეხება ტრამპის ორგანიზაციის მონაწილეობას, სავარაუდოდ ეს იქნება ფრანჩაიზი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის ავტორები სახელს გამოიყენებენ, თუმცა ქართული ოცნებისთვის ეს უკვე გახდა პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი. ჩნდება მოსაზრება, რომ მმართველი პარტია შტატების პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებას ბიზნესმენების შუამავლობით შეეცდება. შალვა პაპუაშვილი არც მალავს, რომ მათ პოლიტიკური დაინტერესება აქვთ. როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარ სახელს, საკუთარ ბრენდს საქართველოში, სამ ბრენდი შემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის, რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი ამ მხრივაც, როგორც თავისთავად ეს ფაქტი უკვე სხვა მიმართულებითაც ინვესტიციების მოზიდვისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს უპირველეს ყოვლისა საქართველოს და მის შესაძლებლობებს და შესაბამისად წაახალისებს ასევე არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს. რა თქმა უნდა, როდესაც არის პოლიტიკური ნდობა, იქ არის ეკონომიკური ნდობაც ქვეყნის მიმართ, სადაც არის ეკონომიკური ნდობა, იქ არის პოლიტიკური ნდობაც. თუმცა მწვანე სივრცეში კიდევ ერთი ბეტონის მონოლითი ქალაქის დატვირთულ უბანში დამატებითი პრობლემაა. კორუფციის მკვლელობები ასევე იხსენებენ იმასაც, რომ ანალოგიურ პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უნდა აშენებულიყო ბათუმში, ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე ტრიოკი და ტყუილი უწოდა, თუმცა ახლა ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოიყენებს ამ ყველაფერს ქართული ოცნება. არ არის ცუდი, როდესაც ტრამპის ბრენდის შენობა შეიძლება განთავსდეს თბილისში, მაგრამ ძალიან ცუდია და აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც გავსი ნაგებობის განვითარება იგეგმება, როგორც ჩანს, იპოდრომის სარეკრეაციო სივრცეში. იქ, სადაც უკვე 300,000 კვადრატულ მეტრ შენობა ნაგებობამდე არის შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმით, ხოლო ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაიზარდოს ეს მოცულობა, ანუ პროექტი, რომლითაც ისინი ცდილობენ ძალიან დიდი მოგების ნახვას, პოლიტიკური ქულების ჩაწერასაც, სინამდვილეში იქნება მძიმე ეკოლოგიური შედეგების სპონტანი დედაქალაქისთვის და რაც თქვავარია, უმწვავესი სხვადასხვა ურბანული პრობლემების გამოწვევი, მათ შორის სატრანსპორტო თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ საუბრობთ თამარაშვილის ქუჩაზე, რომელიც ისედაც გადატვირთულია. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ტრამპ თაუერის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, საუბარია 70 სართულიან შენობაზე, რომელიც წინასწარი ინფორმაციით მრავალფუნქციური დატვირთვის უნდა იყოს, როგორ იქნება შენობის დიზაინი, ვინ დააპროექტებს მას, ასევე როდის დაიწყება გაყიდვები ამის შესახებ ინიციატორთა ჯგუფი ინფორმაციას უკვე უახლოეს თვეებში გაავრცელებს.